რომ თავდაპირველად ეს სარკინიგზო დერეფანი გაიხსნა სამხედრო მიზნებით საბჭოთა კავშირის პერიოდში, გამომდინარე აქედან ეს დერეფანი ინარჩუნებს ამ შინაარსის პოტენციალს და ქმნის პირდაპირ საფრთხეს ირანის ისლამური რესპუბლიკისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ მდინარე არაქსის გადაღმა, თეთრად ეხლა ხედავთ კადრში, ეს არის ირანის ტერიტორია, სულ რამდენიმე მეტრი აშორებს ზანგეზურის სარკინიგზო პოტენციურ სარკინიგზო დერეფანს ირანის სახმელეთო ტერიტორიასთან, ამიტომაც ჩვენ ნახეთ საკმაოდ ხისტი რეაქცია ირანის მხრიდან, რომ ის არ დაუშვებს ამ დერეფის განხორციელებას და რატო? თუკი აქამდე ისტორიულად ეს ხო დეპუტატის იმპერიისა და საბჭოთა კავშირის სახელმწიფო სამხედრო გზა ეს აი ამ ვაშინგტონის შეთანხმებული დეკლარაციის მიხედვით პრაქტიკულად ეს გადადის სახელმწიფოების მფლობელობაში. შეიძლება ერთ-ერთი დაინტერესებული მხარე თუნდაც იყოს ისრაელი, გამომდინარე იქიდან, რომ ისრაელს აქვს საკუთარი სადაზვერვო პუნქტები მთლიანად აზერბაიჯანი ირანის საზღვარზე, არაქსის მდინარე არაქსის გასწვრივ. თავარი გამოწვევა ირანისთვის ამ შემთხვევაში არის დიდი თურქული კავშირის შექმნა მის ჩრდილოეთის საზღვარზე და დიდი თურქული კავშირის შექმნა ქმნის სეპარატისტულ რისკებს ჩრდილოეთ ირანში. ეს ყველასათვის ნაცნობი ფაქტი. ჩრდილოეთ ირანი დასახლებული არის აზერბაიჯანელებით, დაახლოებით 10-დან 15 მილიონამდე აზერბაიჯანელი ცხოვრობს ქალაქ თავიზი, დედაქალაქი აღმოსავლეთ და დასავლეთ აზერბაიჯანის რეგიონები, ესეთი რეგიონული ტოპონიმები არსებობს ჩრდილოეთ ირანში. ირანის ეჭვებს ამძაფრებს ის მოცემულობაც, რომ ვაშინგტონის დეკლარაციის ხელმოწერის შემდგომ შეერთებულმა შტატებმა სამხედრო შეიარაღებაზე ემბარგო მოუხსნა აზერბაიჯანს, რომელიც მას 2023 წლის შემდგომ ჰქონდა დაწესებული. შესაბამისად, მომავალში შეიძლება ვიხილოთ გაზრდილი სამხედრო ნაკადები აზერბაიჯანის მიმართულებით, როგორც შეერთებული შტატების მხრიდან, ასევე თურქეთისა და ისრაელის მხრიდან, რაც დამატებით გამოწვევებს უქმნის ირანს, რომელიც შეიძლება ვთქვათ, რომ აქტიურ ომში იმყოფება ისრაელთან, ხოლო თავად თეირანი აზერბაიჯანს მიიჩნევს ისრაელის პასიურ მოკავშირედ. ასევე აზერბაიჯანის მასიური შეიარაღებით სამხრეთ კავკასიაში სამხედრო ბალანსი შეიცვლება, რაც მომავალში სომხეთის უსაფრთხოების რისკებს კრიტიკულ ნიშნულამდე მიიყვანს, გამომდინარე იქიდან, რომ მსგავსი დანაპირები ან შეთავაზება სომხეთის მიმართ შეერთებულ შტატებს არ გაუკეთებია, ხოლო თავად სომხეთის უსაფრთხოების ხოლგა ბოლო წლებში შესუსტებულია, გამომდინარე იქიდან, რომ ოფიციალურ ერევანს აღარ სურს აქტიური წევრი იყოს კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის. აქედან გამომდინარე შეიძლება დავასვათ ისიც, რომ ვაშინგტონის დეკლარაციით სომხეთმა პრაქტიკულად უარი თქვა როგორც მის სატრანზიტო ფუნქციასა და პოტენციალზე, ასევე საკუთარი უსაფრთხოების გაძლიერებასა თუ გარანტიების მიღებაზე.